იცოდით თუ არა, რომ მედიის მიმართ დაწესებული უახლესი ცენზურა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააინიცირა, უცხოური ძალის ხელმძღვანელობით ხორციელდება. ეს ყველაფერი ხდება ზუსტად იმ დროს, როცა უნგრეთი და სერბეთი ზღუდავენ მედიასა და გამოხატვის თავისუფლებას თავიანთ ქვეყნებში. და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც კობახიძე ახორციელებს შეხვედრებს ორბანთან და ვუჩიჩთან. უნგრეთის კანონპროექტის სახელწოდებით საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობა პარლამენტში კენჭის რაზე 10 ივნისს შევა. ის ქმნის მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც მთავრობას ეძლევა საშუალება ნებისმიერი კონკრეტული ორგანიზაცია აირჩიოს და იგი შეიყვანოს შავ სიაში. ეს ყველაფერი ხდება უნგრეთში არჩევნებამდე 11 თვით ადრე. ამ ყველაფერს ფონად ადევს ბირნის უახლესი ანგარიში, რომლის მიხედვითაც სერბული მედია ხელს უწყობს უნდობლობისა და დეზინფორმაციის გავრცელებას. ეს უახლესი ანგარიში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც აქტივისტების მიმართ ზეწოლისა და ძალადობის შესახებ დასკვნამ აჩვენა პოლიტიკური გამოხატვის შეზღუდვის მკაფიო მცდელობები. ეს მოვლენები ნათლად აჩვენებს მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და საჯარო დისკურსის კონტროლის ერთგვაროვან სქემას. ამ ქმედებების დროება და კოორდინაცია მათ შორის ლიდერებს შორის ბოლოდროინდელი უმაღლესი დონის შეხვედრები შემთხვევითობა არ არის. ნუ დაუჯერე პროპაგანდას. გახსოვდეთ სინამდვილეში ვინ არის ნამდვილი უცხო ძალა.